საღამოშვიდობისა ძვირფას ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში წარმატებული კომპანიების რიცხვი შეიძლება ითქვას თითებზე ჩამოსათვლელია. მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველოში არსებული კომპანია, რომელსაც Coca-Cola Bottlers Georgia-ს სახელით ვიცნობთ ყველანი. დღევანდელი გადაცემის სტუმარი სწორედ ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი თემურ ჭყონია გახლავთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებლობთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-39, შეგიძლიათ გამოდაშენოთ და დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ბატონო თემურ, დიდი მადლობა რომ გამონახეთ, რომ ჩამოგზავნეთ ჩვენთან გორში. და პირველი კითხვა ესეთი მექნება. რამდენიმე დღის წინ გავეცანე ერთ-ერთ გაზეთს კერძოდ კვირისპალატას, სადაც თქვენი კომპანია შესულია იმ ათეულში, სადაც არის დასახელებული წარმატებული კომპანიების რიცხვი. რა განაპირობებს Coca-Cola-ს წარმატებას დღეისთვის და რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული კომპანია ჩამოაყალიბდეს საქართველოში? პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო თქვენი ძალი რომ მომიჭრეთ. მოულოდნელი, იმიტომ რომ ეს წარმომედგინათ ესეთი სულბიძი მელოდებოდა გადამდენ დღეს. დიდი მადლობა. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება ჩვენს მოგზაურებულ წარმატებას, ბუნებრივიც არის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, რომელიც 100 წელიწადია, მსოფლიო ბაზარზე 100 წლის სახელი აქვს და ამიტომ საქართველოშიც 10 წლის განმავლობაში თვითონ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, ხარისხი, თეთრი ბიზნესი, რომელსაც ესე არავინ არ აღიარებს საქართველოში არსებობს ესეთი თემა. მისი წარმოადგენლები ვართ ჩვენ და აქედან გამომდინარე, როდესაც რეიტინგი ტარდება გამოგითხვა. თვითონ ხალხის სიყვარული ამ სასმელით მიმართაც მნიშვნელოვანია, რაც გადამწყვეტია ჩვენთვის. ჩვენი რეიტინგის სიმხელე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენადაც იმ პოპულარობას, რომელსაც ჩვენ ვუძლებთ ყველაფერის ნაბიჯს. ჩვენი მიზანიც ეს არის. ემსახუროთ ხალხს და გავითვალისწინოთ ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლის გეგმონება და მოთხოვნილება. გასაგები. ბატონო თემურ, დღესდღეობით ძალიან ისეთ ფეხს იდგავს ეროვნული წარმოება მხედველობაში მოქვს ის ეროვნული სასმელები, როგორც არის თქვა, ცივი ჩაი, ყაზბეგის და ეს კონკურენციის მასშტაბები ალბათ უკვე იზრდება და აი როგორც ფიქრობთ, იქნება რამე სიახლე იგივე Coca-Cola-ს მხრიდან. მე ვიცი რომ ერთ-ერთი არის ფანტას, ასე თქვა, ტროპიკული ხილისგან გაკეთებული ფანტა გამოვიდა და რამე სიახლეს თუ სთავაზობთ კიდე რომ თქვა ეს კონკურენცია რაღაცნაირად ჩვენ კონკურენტი ესეთი სერიოზული კონკურენტი ბაზარზე არ აქვს. ეს არის თვითონ უბრალოდ შესაძლებელი გამოჩნდა რაღაც სასმელები. ხალხურგულია ჩემგან სასმელების დასახელება, რომელიც უნდა ხასიათდებოდეს იმ მაშინებრივ რითაც ჩვენი სასმელები. ჩვენ როდესაც დასახელების სხვა სასმელს ვშევდებით, კომპანიის Coca-Cola Bottlers Georgia ჰქვია და აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვიწრო წვისთვის, მე რომ ძაღლავალი სულ ხალხისთვის გონიათ ჩვენ მარტო Coca-Cola-ს ვშევდებით. ჩვენი სასმელები უბრალოდ საერთოდ ტროპიკული ხილზე დამზადებული ლიმონის სასმელები გვაქვს, სპრაიტი მაგალითად და რა ვიცი, უამრავი პორტოხალის სასმელები და შემდეგ. მაგრამ ძირითადად მაინც ჩემი აზრით კომპანიის სიძლიერე არ უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ სასმელების სიმრავლეში. კომპანიის სიძლიერე უნდა განისაზღვრებოდეს თუ როგორ ეკონომიკურ სამართლებს სახელმწიფოში. დღეს ადამიანის პირველი პრობლემა არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამუშაო ადგილი. ჩემი აზრით, ჩვენ ხშირად საუბრობენ, რომ პენსია 14 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს და ან დავარიგოთ ხელმოქმედების სახით. ჩემი აზრით, ადამიანისთვის ბევრად მნიშვნელოვანია თავისუფლად მოგებული ფული, ვიდრე სახელმწიფოსგან ასეთი მინიმალური სახის მიღება. რამდენი ადამიანი დასაქმებულია ამჟამად თქვენს კომპანიაში? ჩვენ მე მაგალითად გარდა Coca-Cola Bottlers Georgia-ს ჩვენ მე ვარ დამფუძნებელი McDonald's სისტემის რესტორნები არსებობს, სადაც ესეთი ქსელი არსებობს, სადაც სოფლიოში პირველი ჩქარიკების რესტორნების ქსელია. ასევე ვარ დამფუძნებელი ვარძიაში და ახალციხეში თხევადი ნავშური ოჯახის წარმოება არსებობს ესეთი ცეხოვარი, რომელსაც იყენებს მოწინავე ჩვენი ქარხნები, ეს არის ბორჯომი, Coca-Cola, სხვადასხვა
ლიმონადის წარმოებებს, სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი კომპანიონი ესეთი თამარაშვილია, ალიქ თამარაშვილი, გორელია, რომელსაც ჩვენ აქეთ ნახშირორჟანგის ქარხნებიდან ვაზვით ხება ნახშირორჟანგს, იქ ადგილობრივ ლიმონადის ქარხნებზე ხიდის, ასე უმაღლესი ხარისხის გაზი, რომელიც არის ერთ-ერთი სერიოზული ნედლეული, როგორც შამპანიოვის მინერალური წყლების და ალკოჰოლის სასწავლების წარმოებაში, ესე ვთქვათ, ავტოშემკეთებელ ქარხნებში და ისე შემდეგ. ამიტომ ჩემი სფერო არ შემოიფარგლება მაგალითად მხოლოდ კოკაკოლის თემით. მთლიან სისტემაში გვაქვს მაკდონალდსი გვაქვს აგრეთვე ფრანგული პურის ქარხანა, რომელიც პირველად საქართველოს ექსპორტირებას აკეთებს აზერბაიჯანის მაკდონალდების ქარხანაში ექსპორტი მიდის. გორში გვაქვს სასწავლათა მეურნეობა, ბატონი გივიაბოლაკი არის ჩემი პარტნიორი, რომელიც სალათასამზადეს მაკდონალდის წარმოებას ახლა მომნერე გორში მე ეს კომპანიები ყავს კომპანია. ვაჟანაცის შვილება იგი ძალიან ჩემი დისტრიბუტორი და უამრავი საინტერესო თემები, რომელსაც გორთან მეც მოკავშირებს და ამ სასწავლათა მეურნეობის გაზრდა გვინდა ძალიან, იმიტომ რომ ეს სისტემა თვითონ მაკდონალდების სისტემა ბოლო საპროექტო სიმძლავრე რგავა დაახლოებით 10,000 კაცი უნდა იყოს დასაქმებული, ეს უმაღლესი კვალიფიკაცია, ეს არის სოფლის მეურნეობა, სოფლის სასწავლათა მეურნეობა, არა მარტო სოფლის მეურნეობა, ქიმიური პატარა ქარხნები, რომლებიც პლასტმასთან და სხვადასხვა ანტრიბულას დაამზადებენ ამ რესტორნებისათვის. ამიტომ მთლიანად სისტემას, რომელსაც ვაფუძნებ ხელმძღვანელად, დაახლოებით 2,000 კაცამდეა დასაქმებული, სადაც არის ძირითადი ამ მოსამსახურებს სერიოზული კვალიფიკაცია გავლილი ზოგ სამღერად, ზოგ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 ლარი ალბათ, 350 ხელფასი. დიახ. უმაღლეს კვალიფიკაციის ზეიგელ გამართოლებდი 1000-მდე, 1200 ლარს გამოვიდნენ. ემსახურებით მაქსიმალურად სამედიცინო მომსახურებით, ჩაცმით, საჭიროებაში და ღირსში ერთად ვართ. ასე მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწევთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 71099 ან 71331, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. ბატონ თემურ, მე ვიცი, რომ დღეს იმ მეწარმეებისთვის, ვინც არიან ქართულ ბაზარზე და არა მარტო ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულები, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ფალსიფიკაციის პრობლემა რჩება. და თვითონ კომპანიები რასაკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოირიცხოს ის პროდუქტები, იმავე დასახელების პროდუქტები, რომელიც ხდება ბაზარზე, მაგრამ ხარისხით რა თქმა უნდა ჩვენ ჯანმრთელობისთვის, ყველა ჯანმრთელობისთვის სახიფათოს კი. ეს პრობლემა, ფალსიფიკაციის პრობლემას ჩვენ ვაყენებ დაახლოებით 94 წლიდან, 9 წელიწადი გავიდა, ხო? და სახელმწიფო უზრული ერთი სიტყვით, არ მონდომებული არ არის. ამიტომ ჩვენ თვითონ ვეძებთ, ვავლებთ, ვცვლით მაღაზიებთან, საოჯო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ერთად ხედულობაში ვაქნით თვითონ ადგილზე ემსახურებით. მაქსიმალურად სადისტრიბუციო ქსელი მართლაგრძელებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აუხსნათ, რომ ეს პროდუქციის მომხმარებელი არის ადამიანი და არა ვთქვათ, არ არის აუცილებელი აქ ფიქრი მარტო მოგებაზე პირველ რიგში ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვი, ქალი, მოხუცი, ამიტომ ფალსიფიკატორები სერიოზულ ზიანს აყენებენ ჩვენს სახელს, საქართველოს ეკონომიკას და თავის ოჯახს, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც ნახავს, რომ მამამისი ფალსიფიკაციით ოჯახს არჩევს, იმას არ მოუნდება სწავლა. იმას ის განავითარებს ის ფალსიფიკაციის თემას თვითონ. იქნება ესეც ფალსიფიკატორი, ოჯახი იქნება ფალსიფიკაციის წარმოებელი, ტრადიცია დაინერგება, როგორც ოჯახში ინერგება ექიმის ტრადიცია, ინჟინრის ტრადიცია, ჟურნალის ტრადიცია და დაინერგება ფალსიფიკაციის ტრადიცია, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მაშინ უკვე ეს დიდ მასშტაბებს მიიღებს. ამჟამად არსებობს სერიოზული, ჩვენ რამოდენიმე ქარხანა დავყურეთ ესეთი, რომელიც აღმოაჩინეთ. ისიც ჩვენი ძალებით, რა თქმა უნდა, დავეხმარა მთავრობას, სახელმწიფოს, მაგრამ ძირითადად ჩვენი მიცემული მინიშნებები იყო. ძირითადად მაინც თქვენ ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტზე არის ხშირი საუბარი და ყოველთვის არასდროს ანეცებენ მიზეზს იკვლევს შედეგებს. მიზეზები არის ჩამოუყალიბებელი ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესის შორის.
სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ფალსიფიკაციას უკავია. და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ თემაზე, სამწუხაროდ ჩვენ გვისმენენ საკითხი, ყველა აღიარებს რომ აქტუალურია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და გადამწყვეტი ესეთი არ არის. აი მაგალითად, ჩვეულებრივ ძალიან იოლი მაგალითია, ფალსიფიკატორს რომ დააკავებენ, ჩამოართმევენ თქვა პროდუქციას და აჯანებენ ხელფასის ასმავად. ხელფასზე ორი ლარი, ახლა წარმოიდგინეთ ახლა ორ გაფორმებული 2 ლარი 3 ლარი და დააჯანებენ 100 ლარი და ავით თავზე. ემის მოკლე კი არა ვარ თქვა ეს დაიჭირონ რაღაც, მაგრამ მაინც აქ ძირითადი როლი უნდა იყოს წესიერ წარმოებასა და მაღაზიებს შორის, გამყიდველებს შორის. ვინც ჩვენ პროდუქციას ყიდის, აი როგორც ჩვენ უნდა ვართ დაინტერესებული, ჩვენი პროდუქცია კარგად წარმოჩინდეს, ეს უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მოემსახუროს ხალხს. ჩვენი ერთი მიზანი უნდა გაერთიანებდეს წარმოებელს და საავადმყოფო ქსელს, რომ ჩვენ უნდა მოემსახუროთ ხალხს. აი ეს არის მთავარი. გასაგებ, აი ამ თემასთან რაღაც გარკვეულ ჯაჭვში ხო არ არის ის საკითხი, რაც უკავშირდება იგივე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას. მე ვიცი, რომ იგივე მრეწველები უკვე სისტემატიურად და ძალიან ისეთი ინტენსივობით ითხოვენ DGG-ს შემცირებას და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას. თქვა ფალსიფიკატორი ბიუჯეტთან არაფერს არ იხდის. თქვენ გააწერთ უდიდესი გადასახადები და აი ამ გადასახადების შემცირება, თქვა რა მოგებას მისცემს კომპანიას და უფრო სწორად უფრო მეტად რა მოგებას მისცემს სახელმწიფოს. ალბათ დამატებით სამუშაო ადგილების და რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ რამდენი წელიწადია, თქვა ჟურნალისტის ზონები 93 10 წელიწადია. ჩვენ თუ გაიგიათ ამ პრესაში წაგითხრათ, რომ სახელმწიფოს რომელიმე მოხელე ნებისმიერ, როდისმე რომელიმე მოხელეს ეთქვას, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა მორგებულია დღევანდელ რეალობასთან. ნებისმიერ ვისაც უნდა გაკითხოთ, პრეზიდენტთან დაწყებული, ჩვეულებრივ მეწარმე დამთავრებული, მოქალაქით, რომელიც საერთოდ არ მუშაობდა უბრალოდ პრეზიდენტის ცნობა ბიზნეს ეკონომიკას. ნებისმიერ მათგანი აღნიშნავს, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა და კოდექსი არის დასახვეცი. 10 წელიწადი ამ თემაზე საუბრობენ. სამწუხაროა, რომ ყველა მივიდა იმ დასკვნამდე და დიდი ხანი მისულები არიან და ვერ მიხვდნენ, რომ ამ საგადასახადო სისტემას უნდა სრულყოფა. აქ ლაპარაკი მარტო იმაზე კი არ არის. გადასახადების შემცირებაზე ან დაკლებაზე, სრულყოფაზე. ესეთი თუ საგადასახადო სისტემა სისტემის ქვეშ მოექცევა ყველა მწარმოებელი, მაშინ იოლი იქნება მის შესრულება. მაგრამ აქ არსებობს წარმოებები, რომლებიც სარგებლობენ პრივილეგიებით. თქვა, იგივე ფალსიფიკატორები, კონტრაბანდისტები, წარმოებები, რომლებიც არაფერს არ იხდიან, ესე იგი, მათთან კონკურენცია მარტო ხარისხით შეუძლებელი იქნება, ხო, ფასი სხვა არის და სისტემა სხვა არის, მოგება სხვა არის, ასე შემდეგ. როგორ უნდა შეიცვალოს, ხომ მეწველებმა დააყენეს საკითხი საგადასახადო სისტემის ცვლილებაზე, შემცირებაზე რაოდენობრივად, უფრო იოლი იყოს. მე მაგალითად საგადასახადო კოდექსს რომ ვკითხულობ, სწორად გამიგეთ, ვერ ვგებულობ. რამდენად მოწერილია ეს ვერ ვგებულობ, ესე იგი რა წესით უნდა ვიხელთო, ამიტომ იურისტები ყავდა, მეუბნებით, აი რამდენი გადასახადი ბოლო-ბოლო ამას გადავიხდა დამთავრდეს ჩვენი ურთიერთობა, რომ არავის ხიფას არ გადავეყაროთ. ახლა დააყენეს ეს საკითხი. სხვათა შორის ამასინათ პრეზიდენტმა ახსენა, რომ საგადასახადო სისტემა შესაძლებელია და შესაძლებელია, რომ 4-მდე დავიდეს რაღაც ესეთი აზრიც არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი არის საუბარი. და გაგვიყვავს ამას ყველაფერს. ეს საუბრობენ სარგებლობრივი ერთეულები, ჯგუფები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული ერთი იდეის ქვეშ. მე სულ მოუწოდებდი ჩემს კოლეგებს, რომ სანამ სახელმწიფო ჩვენ რადიკალურ პირველ რიგში ჩავაყენებთ რაღაც კატეგორიულები არ ვიქნებით მოთხოვნა ჩვენს ეს სახელმწიფო არაფერს არ მოხდა. გასაგებია, ბატონო, რომელ ჯგუფებს არ აწყობთ, თქვათ იგივე აი ამ საკითხის გატანა პარლამენტში და აი ამ საკითხის დარეგულირებას. ჯგუფები, რომლებიც შავ ბიზნესში არიან ჩართულები. იმ რომელსაც არ აინტერესებს კონტრაბანდა. რა თქმა უნდა, ჯგუფს რომელსაც არ აინტერესებს გადასახადის სტილინდე. ის მაინც არ არის, რა მნიშვნელობა აქვს 20% იქნება 10 თუ 50, იმის გადასახადი არის 0. და ამის პატრონი არის თვითონ. შეულამაზ უპატრონოს. და არის გამოკვეთილი ეს პოლიტიკა. რა თქმა უნდა, უამრავი. ყველაფერს ნაბი. ნახეთ და მიხვდებით. ევია. გასაგებ. ბატონო, საერთოდ წერს ახლა უკვე საარჩევნო წელი მიმდინარეობს და განსაკუთრებით იზრდება ხოლმე ინტერესი იგივე ბიზნეს ჯგუფების, ბიზნეს კომპანიების მიმართ. რადგან ნუ ცნობილია და ხალხში ეს აზრი ძალიან სიმსივრებს, რომ თქვათ კოკა-კოლა თქვათ რომ პოლიტიკოსაც დაუჭერს, თქვათ სიმპათიას აიქცევა კოკა-კოლასი.
იმ პოლიტიკოს რაღაც გარკვეულ შანსი აქვს გამარჯვებისა. დიდი შანსი აქვს შემიძლია. კი. თქვენი ასე ვთქვათ ვექტორი საით არის მიმართული? ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის, მაგრამ იცით რა შესაძლოა. ჩვენ პოლიტიკოსებს და ხალხს რომელსაც პარლამენტში უნდა მოხვედრა და შემდეგ ქვეყანა მართონ ვახსენდებით საჩვენო წელს. არა, წელს რომ ვახსენდებოდეთ კიდე არ აუშვებს. ერთი წელიწადი გვაქვს წინ და 12 თვის განმავლობაში შეიძლება რაღაც შევარჩიოთ ან რაღაც. ვახსენდებით წინათლეს, ხო იცით, ერთი ორი კვირით ადრე. სამი კვირით ადრე, უпростоრად კი ვახსოვოთ, მაგრამ ჩვენი როლი მათ თვალში იზრდება ერთი კვირით ადრე. არჩევნის შემდეგ ისევ მიდის ძველ ადგილზე როლი თუ ინფინანსების როლი, რომელიც ინფინანსების როლი და ყველაფერი ერთად აღებული. ამიტომ წელს უნდა მეტი სიფრთხილე მართოს ნებისმიერ ამომრჩეველს. არა მარტო ბიზნესმენებს, რომლებიც თქვათ ხელში უწყობენ ამა თუ პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვებას ხელს. არა თვითონ ამომრჩეველს, უფრო მათ უნდა იყვნენ დარწმუნებულები თავის არჩევანში და თითოეული თავის ამომრჩევლისგან უნდა ითხოვდნენ არჩეულისგან, უბრალოდ არჩეულისგან უნდა ითხოვონ რაღაც გარანტიას. 100%-იანად, ხანად არ გამოვა. ჩვენ ვირჩევთ ისე სიმპათიურად, დღეს გამოვიდა კარგად, გააკრიტიკა თქვა, ერთი შეაგინა, გალანძღა და ორავაშკაცია ვიზადი, მაგრამ ვისი გამგეთებელი არ ვიცით. და საქმეზე რომ მიდიება, მე ვიზახით ვამბობთ, რომ შეცდომა დაუშვა. რა შეცდომის გამოსწორებას უნდა 4 წელიწადი. 4 წელიწადი წარმოიდგინეთ ამხელა დრო არის, როდესაც ცხოვრებაზე ჩქარი ტემპით მიდის და 20 წელი განმავლობაში შემდეგ უნდა ველოდოთ, როდის ამას გადავირჩევ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა რა. ყველა პოლიტიკოსი არის მეთევზე. ესე თქვა და იჭერს შენაირ ამორჩევებს. ამიტომ არ უნდა გადავკლავოთ ის ჭიარის და ისინი თავაზობენ. ცოტა სიფრთხილე უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ, ჯერ მე მაქვს რაღაც ბევრი სიმპათიები, მაგრამ მაინც გარანტიები გჭირდება, ჩვენ რომ სახელმწიფო ესეთ ფრეში აღარ იქნება როგორც ეხლა. უსინათლო, უგზაო, უფულო, უსამუშაო ადგილო და არავითარი პერსპექტივა. დღეს ჩვენ, აი მაგალითად ეს რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ 2 წლის მერე, 3 წლის მერე და 10 წლის მერე რაღაცა დავიწყეთ 10 წლის მერე დამთავრდების შენებლობა, ძალიან მომთმენელი ვიქნებით. ჩვენ არ ვიცით 10 წლის მერე რა იქნება. ჩვენ არ ვიცით ხოლმე რა იქნება. არაფერი არ ვიცით, ჩვენ ვქნით ყველაფერს ჩვენით. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვინც მაგარია უფრო და ჩქარამოძრაო შეიძლება შექმნას, მაგრამ რა ხნას იმ კაცმა, ვინც იგივე ნიჭი აქვს, იგივე შეძლება, მაგრამ უბრალოდ ელამოძრაობს, ხო იმას. ამიტომ არ განისაზღვრება ჩვენი სიძლიერე არ განისაზღვრება იმით, რომ თქვათ სახელმწიფო ძლიერია და ჩვენ რაღაც რატომღაც ღმერთის წყალობით ვერ მოგაგვიხება თორე ჩვენ შეიძლება ჩვენ დღეში აღმოჩენილიყო ნებისმიერი უამრავი ბიზნესმენი არსებობს, რომელსაც შესაძლებლობა მეტი ჰქონდა დასაწყისში ვიდრე მე, დღესაც შეიძლება მეტი ცოდნა, მაგრამ ბედნიერ გამოვიდა. გასაგებია, აი თქვენი ფრაზიდან გამომდინარე, ბატონო თეო, ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ საკმაოდ გავრცელებული აზრია, რომ დღეს საქართველოში ესეთი სუფთა ბიზნესის კეთება, სუფთა საქმის კეთება თითქმის შეუძლებელია თუ ხელისუფლებისგან არ აქვს გარკვეული დახმარება, თუ ხელისუფლება რაღაცნაირად არ ლობირებს შენს ბიზნესს და ასე შემდეგ. ხო არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ იგივე პრეზიდენტი, მისი ახლოს ყოფილი ხალხი შეიძლება ბიზნესს ლობირებს და თქვათ არ ლობირებს იმ ხალხს, ვინც თქვენ ახლა ახსენეთ. ძალიან ნიჭიერები, მაგრამ წარუმატებლები ამ შემთხვევაში. არა, მე არ დაგეთანხმებ. დასაწყისში შესაძლებელი არის. მე მაგალითად ვერ ვარყოფ, რომ პრეზიდენტ შევარდნაძე ხელი შემიწყო მაგალითად მე იმ სარეკომენდაციო წერილებს, რომელიც მე მჭირდებოდა უცხოელ კამპანიებთან სასაუბროდ. ვერ ვარყოფ იმას, რომ ხელს მიწყობდა ბიზნესის განვითარებაში. რას ნიშნავდა ეს ხელშეწყობა? არ ნიშნავდა თქვათ იმას, რომ თქვათ ხალხს ეუბნებოდა, რომ მეტი მოგულადალიეთ, ან ბავდურაში არეთ, ან გაზი ხმართ და რაღაც. არა, უბრალოდ ჭირდებოდა მხარდაჭერა იმისათვის, რომ არსებობს უამრავი სახელმწიფოში მოსურნე, რომელიც ცდილობს სერიოზული ბიზნესი ან ბიზნესმენი მოიქცეს თავის გავლენის ქვეშ. ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგეთ ყოველთვის ნაბიჯზე და ყოველ შემთხვევაში შევძელით, მაგრამ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით განსხვავდება წინა პერიოდისაგან, თუ ვერ ვბრძანეთ, თუ ლობისტი არ აქვს. დღეს იმდენად კორუმპირებულია სახელმწიფო მოხელეები, როგორც ნებისმიერი კაცი უბრალოდ გაუჯიხდეს და მიაწვეს, მათ არიან შიშტები რა, დამიჯერეთ რა. ისინი კორუმპირებული ჩამოყალიბებული, რომლებსაც ყველაფერის ნაბიჯზე ეშინიათ, როგორც რამე ვინმე მარწამოაწამოს. ამიტომ თუ იმეს
შესაძლებლობა აქვს, რომ თავის ნიჭი გამოაჩინოს, არ უნდა შეეშინდეს საგრძნობ მოხელის, იმიტომ რომ საგრძნობ მოხელი მაშინ არის ძლიერი, როდესაც იცავს კანონს. და შემდგომ კანონის დაცვას მოითხოვს. ის თვითონ უკანონოა, თვითონ დავითაოს. არ უნდა შეგეშინდეთ, ეს არის თავი. ერთ პერიოდი მე მასურს, რომ თქვენ წინააღმდეგას დაიწყო როგორ ის კამპანია. ერთი ბეჭი 10 წლის განმავლობაში თურქულ კრედიტ ნებისმიერ თემაზე აქვს საუბარი ჩემს წინააღმდეგ პერიოდულად. ეს პერიოდულად ვახსენდები ხოლმე, მაგრამ დათვლილი გვაქვს წელიწადში 4-ჯერ უერთველი უნდა მოვხსნე რაღაც ქარცეცხლში, მაგრამ არ მეშინია. იმიტომ მე ვიცი რომ მე მართალ ბიზნესს ვაწარმოებ და მომდავე არ უნდა ვყავდეს. მე ვიცი რომ ყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად სარმა გამოვიდა. ამიტომ და აი რაც შეეხება გორალი მოჭიდავები ძლიერად უნდა ვიცი. რაც შეეხება ეხლა რა პროცესია ეს თურქული კრედიტის დაბრუნების საკითხი თქვა. ეს პრობლემა არის მაგთვის შეუსწავლელი. ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც თურქული კრედიტი გამოიყენა და რომელიც თურქული კრედიტს იხდის. იმ 50 მილიონში, რომელიც საქართველოს აქვს, ერთადერთი კომპანია. დარჩენილი ცემენტის ქარხანა კიდევ უკაცრავად. დარჩენილი ფიზიკურად არ არსებობს. იმათ არ უნდა იმათი ინტერესი არავის არ აქვს, მაგრამ უძლებთ. ესეა ცხოვრება. როდესაც ჩვენ ვცურავთ შუა ზღვაში. აი ეს თავი, და ვიდრე ბერხიბას ვერდის. ასე. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს ელექტროგადამცემ ხაზზე კავკასიონზე და ვიცით, რომ სრული დატვირთვით არ არის ქალაქი ჩართული, მაგრამ ვინც გვიყურებთ აქტიურად დაგვისვით კითხვა პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 713-31 ან 710-39, დასვით კითხვა და მეერად პასუხი გადაცემაში რეგიონის დუმად. ბატონო, თქვენის ნებართვისეულ დაუბრუნდები პოლიტიკურ საკითხს. საინტერესო ალბათ თქვენ და თქვენნაირი კომპანიების ასე ვთქვათ როლი აი ამ არჩევნებში. თქვენ ახსენეთ რომ რაღაც ფულის მიმართ ჩნდება ინტერესი, მაგრამ მე მახსენდება თქვენი ფრაზები, რომელიც მას ცოტა ხნის წინ გაიჟღერა და თქვენ მოითხოვეთ პრეზიდენტის ვადის გაგრძელება 20 წლის განმავლობაში. აი ასე იყო ეს დაფუძნებული და რატო კეთდება ესეთი განცხადება? რაღაც ბევრი გააღიზიანა და რა თქმა უნდა ბევრი გააღიზიანებთ. რატო იყო ეს იყო 2 წლის უკანველი განცხადება, რომელიც თუ წელიწად ნახევრით მაშინ ესეთი აზრი დამეფოთ აზრი კი რა თქვენ თუ ატყობდით მაშინ პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ გადასული ერთმანეთთან კინკლობაში და ვერავერ ჩამოყალიბდა იყო ბრძოლა დღესაც არის მაგრამ მაშინ ცოტა არასერიოზული ხასიათი ჰქონდა სკამის მოპოვების სხვადასხვა საშუალებებს ხმარობდნენ და უფრო უცებ წარმომედგინა რომ ეს მომავალი არჩევნები შეიძლება ეს ხიფათი დღესაც არ არის ეს წესრიგიდან მოხსნილი მომავალი არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან ფიქრობ რომ სერიოზული ჩუმებით უნდა ჩატარდეს წესი. იმიტომ რომ ჩვენთან დღეს პოლიტიკური ელიტა არ შემოყალიბდა რომ იფიქროს ნესეთ წარმოდგენა, თუმცა იფიქროს დათმობა რო ქონდეს. აი დღეს შენ ძლიერი ხარ და სახელმწიფო შენ უფრო გამოადგენ. ყველა ნებისმიერ პოლიტიკოს გონია რომ ის არის გარკვეული გადარჩენი. ამბიციური. გარკვეული გადარჩენი, იმას აქვს სპეციალური პროგრამა და ესე შემდეგ და მე სულ სულ ვკითხოს თუ ესეც პროგრამა აქვს. ისე რატო დღეს გას რა გვაწოდე, რატო უნდა ველოდოთ 4 და 8 წელს დღეს დადო და ჩვენ მოვუსვეთ, იმას შევასრულეთ. ანუ დაემატა ესეთი აზრი რომ დღეს მაშინ დაემატა წელიწად ნახევრის უკან რომ შეიძლება 2 წელი გავუგზავნოთ მეთქი და მანამდე ჩამოყალიბდეს ეს ხალხი ან გაიზარდონ ან რაღაცა დაგვიმტკიცონ და თუ რომ შესაძლებელია ჩვენ ისეთ დღეში აღმოჩნდეთ რომ მე ისევ არჩევანი ვინანოთ მაგრამ სიტუაცია შესრულია იმიტომ რომ ესე იგი იმაზრზე აღარ ხარ? იმაზე აღარ ვარ, იმიტომ რომ შევადაზე რამდენიმე გამოაცხადო ეს არის მცდარი აზრიო და მე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ამიტომ უნდა გადავდივოთ ახლა მე რო ეს დავიჩემო არ უნდა გაგრძელო ვაზრობა იქნება. ასე ყოველთვის მაინტერესებდა თქვენი აზრი, მე არ ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენი ინფორმაციის საშუალებებით, თქვენი როგორც ბიზნესმენის აზრი იმ დიდ აჟიოტაჟთან, რომელიც უკავშირდებოდა ბორჯომში ნავთობსადენის გაყვანის საკითხს. თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენ როგორ აფასებთ აი ამ მე რა ღრმად ჩახედული არ ვარ ამ გეოლოგიაში და მტკიცებას ვერ დავიცვენ. უბრალოდ ერთი ესეთი აზრი დამებადა რომ ბაქო ჯეიხანის პროექტი ლაპარაკი მიდის ძალიან დიდი ხანია წლების განმავლობაში და
ეს თემა არ წამოჭრა დასაწყისში პროექტის განხილვის დროს და ბოლოში მივიდა გადაწყვეტილება ერთი ღამე რო დარჩა ხო წარმოიდგინეთ ხო გახსოვთ ხო ეს მომენტი ღამე რო დარჩა ხელმოწერა რომ მიიყვანეს ხელმოწერა მიიყვანეს იმაში ხელშეკრულის კანცელარიაში და აბა ვიღუპებით და ერთ დროებში აქამდე ამდენი ხანი მიმდინარეობდა და მეუბნებოდ არ მომეწონა თვითონ ეს თემა მის გამო რომ რატომ ადრე არ დააყენეს ეს მწვავედ ეს საკითხი და რატომ ადრე არ იყო განხილული მაღალ პროფესიონალურ დონეზე რომ ეს შესრულებული იყო ამიტომ მე ვერ გეტყვით ახლა მაგის გარშემო ჩემსას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ British Petroleum თვითონ ისეთ ძლიერი კომპანიაა და ისეთ სახელიანია. ის არ არის მარტო საქართველოში მოღვაწე, იმას უამრავი კონკურენტი ყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მწვანე პარტიები, რომლებიც ძირითადად ებრძვიან და მომხმარებლები სხვადასხვა კომპანიები, მაგეთ კონკურენტები, იმათი შიშით მე არ მგონია, რომ ბიბიმ ისეთი პროექტის განახორციელებს, რომელიც ზიანს მოუტანს. ამ დროს ეს გამორიცხული შეიძლება სულაც არ იყოს. ამიტომ მე ჩვენს დგას საკითხი მაინც საერთო უყურებ. გასაგებ, პირველი მაყურებელი ჩვენთან პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ დასვით კითხვა ის. ხო. დიახ, ისმენ. მე ბატონ თემურთან მაქვს შეკითხვა. გესმით ჩვენ? კი, ზანით. ბატონ თემურმა ასეთი რამ თქვა, რომ პრეზიდენტი ზურგს არ უმაგრებს გარკვეულ ბიზნესმენებს. როგორ გონია ბატონო თემურ, თქვენ არ გიმაგრებს ზურგს პრეზიდენტი? მალოთ. მე მგონია რომ არ მიმაგრებს, იმიტომ რომ რაში უნდა მიმაგრებს, მე ვერ წარმოვიდგენია უბრალოდ. რაში უნდა მიმაგრებდეს? აი მაგალითად მე რო გაწარმოებდი ქალბატონო, თქვათ რაღაც რომელი ბიზნეს, თქვათ ნავთობპროდუქტების, რომელიც ძირითადად როგორც ამბობენ, არ იმეგრება სახელმწიფოში და მას ჭირდება უშველებელი ზურგი რომ ისე წინააღმდეგში ვერ განახორციელო. მე რომ ვაწარმოებდი ბიზნესს, რომელიც რაღაც დამანული იყოს და რაღაც ჩემი ბიზნესის განვითარება არის თქვენზე დამოკიდებული. ვინც კითხვა დამისი. თუ თქვენ ვერ ყოველდღიურად დალებთ და ივლით მაგდონალდს რესტორანში და მოეხმართ იმ პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ უშვებთ, ესე ჩემი ზურგის გამაგრება. პრეზიდენტ როგორ უნდა გამაგროს ზურგი? ვერ წარმოვიდგენია ის ჩემთვის. გამოდენილია. გასაგებ, თორსტელი კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ბოდიში, ბატონო თემურ, თუ შეიძლება დიახ. იქნება გითხრათ, აი როგორ უნდა დავიწყოთ ეხლანდელ დროში ბიზნესი, ისე რომ ჩვენი საკუთარი ფული არ ქონდეს. თუ გვაქვს მაგისი საშუალება, რომ ჩვენ სახელმწიფოში დავიწყოთ მაგალითად ჩვეულებრივი მცირე რამე მომგებიანი ბიზნესი. თქვენ თუ გჯერათ, რომ ეს უფულოდ ხდება. უფულოდ როგორ მოხდება? უფულოდ წარმოვიდგინეთ. აი ჩვენ ფული არ გვაქვს და სახელმწიფო თუ ეხმარება აი ასეთ პიროვნებებს, ვისაც სურს რამე გააკეთოს და არა სახელმწიფო ვისაც წილსად როგორც სუდად გამომივიდა, მე მგონი ახლა რო გითხრათ. თუ შედის სახელმწიფოში გარკვეული თანხა ან კრიშა ყავს, იმ შემთხვევაში ვაკეთებთ ბიზნესს და თუ მაგალითად მე ჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც მაქვს უნარი, საშუალება აი ჩემით თუ შეიძლება პატიოსანი გზით გავაკეთო რაიმე ბიზნესი. მე გეტყვით ერთ ამას ხალბატონო. სახელმწიფოდან ურაფერს მიველოდებით, იმიტომ რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესის განვითარებას ეს ერთეულებს ხელს ვერ შეუწყოს. თქვენ თუ გაქვთ საინტერესო წინადადება, საინტერესო აზრი, ჩემი ტელეფონი შეიძლება ჩაიწეროთ 94-28-94 და მე დავიხმარებთ. რა პრობლემაა? თუ საინტერესოა იმ თანხების მესამე გავწიოთ დიდი რისკი, იმიტომ რომ იმ თანხების გარშემო რისი მოცემაც ვერ შემიძლია. შესაძლოა კაი წინადადება შემოგთავაზოთ. ბიზნესი მარტო ფულზე არ არის დამოკიდებული, ცოდნაზეც არის, რისკზეც არის დამოკიდებული, ნდობას და ბევრი ფაქტორით უნდა იყოს ერთმანეთთან არ შემოწყო. ამიტომ სახელმწიფო შესაძლებელია თავის ინტერესებში შედიოდეს კერძო ბიზნესის განვითარება. მაგის თანხებიც არის გამოყოფილი, მე რამდენადაც ვიცი სხვადასხვა ორგანიზაციებში. მაგრამ იმ თანხების აღება მე მგონი შეუძლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ბიზნესმენების, მცირე ბიზნესმენების განვითარება ჩვენი მიზანი უნდა იყოს. იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენია ერთეულების განვითარება და თუ გვერდზე სხვა ბიზნესი არ მიყვება, ეს წარმოუდგენელია. გასაგებ, ბატონო თემურ, რამდენად არის დღეს საქართველოს შექმნილი გარემო აი ინვესტიციების მოსაზრისად? ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. მე მახსენებ გუშინდელი და გუშინწინდელი ეგრეთ წოდებული. აი მოგეტყვით ახლა 1997 წლამდე, 1997 წლამდე
სახელმწიფოში ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო განმო გაცილებით სერიოზული იყო ვიდრე დღევანდელ დღეს პირიქით უნდა ყოფილიყო, ხო? თქვენ წევან ესეთი კითხვა დამისვით როგორ მოქმედებს თქვათ ფალსიფიკაცია ან კონტრაბანდა ჩვენ ბიზნესზე და სახელმწიფოს რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ესეთი მაშინ სრულყოფილად ვერ გიპასუხეთ 1997 წელს ჩვენმა კომპანიამ ბიუჯეტში შეიტანა 7.700.000 ლარი 97 წელს შემდეგ აი 2003 წელს იმის მიერ რომ და უფრო სერიოზულად განვითარებული იყო ეს თემა შევიტანე დაახლოებით 6.5 მილიონი ესე იგი დაახლოებით 800.000 ნაკლები და სახელმწიფოში არ უკითხავს რატომ დაიკარგა ეს 800.000 ეხლა რა შეასწავლეს ეს არის ბიუჯეტის დაუთრილობის თემა რატომ დაიკარგა და არ უკითხავს რომ ჩვენ გავხსენოთ ეს არის ფალსიფიკაციის კონტრაბანდების შემდეგ საინვესტიციო გარემოს მოვახსენებ და მე თუ მისმენს ის ქალბატონი რომელმაც თქვა ჩვენ ზურგს მიმაგრებს ესეთ ჩვეულებრივ მაგალითს მოიყვა ძალიან ჩვეულებრივ მაგალითს რომელიც გადა მოწმებაც თქვენ საქართველოს შეფასებას არ ვენერებდობა შეიძლება მეც ესეც არ არის გამორიცხული არც წინს ადამიანებს შეიძლება ესეთ თემა მე მაქვს ორი რესტორანი მაკდონალდის თბილისში წელიწადში ორ რესტორანს მენდამ ქალბატონო უმისმოს წელიწადში ორ რესტორანში აქვს 1.240.000 ლარი ორ რესტორანს ბიუჯეტში და კვლევა ჩაატარეს დანარჩენ 50 შეაქვს 59.500 ესე იგი აი ჩემი მოვაწეობა როგორ განსხვავდება 50 რესტორანების ამის ძალიან ირონია გასაგებია ეს ნებისმიერ საუბარია დაფინანსების შემოსავლებს რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება როგორც ჟურნალისტებს გადაამოწმოთ საგადასახადო ინსპექციაში ან რომელიმე ჩემი ოპონენტი შეიძლება ისმენს ახალსა და იმან შეავწო იმის შემდეგ ჩვენ 3 წლის განმავლობაში 3 წელიწადი გავა მესამე წელი მიციხლა მიუხედავად რომ სახელმწიფო სამხედრო მოგებას ვაძლევთ სამუშაო ადგილებს სოფლის მეურნეობის განვითარების თემას და მომავალს 3 წლის განმავლობაში ვერ მივახციეთ სახელმწიფოსგან ვეყიდა 2 რესტორნის მშენებლობა ჩვენ და 7 ავაშენოთ საქართველოში და გეტყვით რა პერსპექტივებით და ვერ მივახციეთ რომ გამოიყო ჩვენთვის მიწა სადაც მივადგებით რომ ეს მიწა მოგწოს გამოსაყოფად როგორც ჩაერთობა ეს მექანიზმი ეს მეوردოს მიდიოდა და მეუბნია ეს მიწა არის გაკეთებული იყიდეთ იმისგან და ღიად მაგებენ ფასებს და ეს არის საინვესტიციო გარემო როგორ შეიძლება საინვესტიციო გარემოზე საუბარი როდესაც ესეთი ნათელი მაგალითი გაქვს ორი რესტორანი გაძლევს 1.240.000 და 50-59. აქედან გამომდინარე თქვენ ახლა იმაზე საუბრობთ რომ არაბითარ პრეზიდენტის რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეხლა მე ჩვენი მიმართულება როგორ არის როგორც ავაშენებთ თბილისში უნდა შენდეს 4 ესეთი გეგმა მაქვს სხვა ვერაით ასეთი გამოთვლა მე მოვიდოდ გორში მე მივიდოდ ქუთაისში და ბათუმში და ესე შემდეგ ეს სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ესე გორში დაგეგმილია მაგრამ ეს არ არის ეს არის ჩვენი კების ჩვეულებრივი ობიექტი რომელიც უყავს ბავშვებს ახალგაზრდებს სტილია სხვანაირი განსხვავებული რომელიც ადგილობრივ გარემოს ალამაზებს ეს შემდეგ რომელშიც უნდა დასაქმდეთ სოფლის ადგილობრივ პროგრამა რამდენ წელში უნდა დასრულდეს ჩვენ დაგასრულებინა 5 წელიწადში და სახელმწიფოს მიიღო დაახლოებით მეგეტყვი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 17 მილიონი დოლარი და გავაკეთეთ სულ ალბათ ამაშინში 6.5 ესე დანარჩენ 5 წელიწადში და 3 წელიწადი გამოვტოვეთ და თქვენ საუბრობთ რატო არ ვითარდება ქვეყანა და ზურგი და ესე შემდეგ რთულია მაგრამ მე მაინც არ ვშინდი უნდა მივაწვდეთ იმიტომ რომ სახელმწიფო კიდე გიმეორებთ რაც არაბის იმედი რა თქმა უნდა გქონდეს რაღაც იმედი მეთო დაგვიფოროს მაგრამ ისე გადამწყვეტი რომ ჩვენ ცხოვრება დიდ როლს ითამაშებს გამორიცხული გასაგებ კიდევ ერთი მაყურებელი ხაზზე მოგესალმებით ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ბრძანა უკაცრავად გამარჯობა ბატონო თემო მოგესალმებით მე გაწუხებთ ერთ-ერთი ბავშვის შობელი ბავშვი ხატავს აქვს რაღაც მონაცემები სწავლობს უნივერსიტეტში მოდელირების სპეციალობაზე თუ არის თქვენს ბიზნესში გათვალისწინებული მეცენატობისთვის გარკვეული თანხა და თუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ ბავშვისთვის გავაკეთოთ თბილისში დეფილე ან რაღაცა უფრო საინტერესო შეგვიძლია გაჩვენოთ ნამუშევრები ხოთაშორის შემიძლია ეხლავე დაგვხვდეთ თრიალეთის ოფისის წინ და შემიძლია გავჩვენოთ ნამუშევრები თქვენ გვიპასუხოთ მადლობთ თინდადი შეგვიძლია რა თქმა უნდა რაღაცით ხონდა დავამთავრო გორში ჩემი ჩამოსულა და შეგვიძლია
მაშინ გავაგზავნოთ თემა და Coca-Cola Bottlers Georgia და მის საქველმოქმედო საქმე. მე მახსოვს რომ ერთ-ერთი ძალიან აქტიურად იყავ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ჩაბმული. აქტიურად კი არ ვიყავით, მე გეტყვით, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს დაახლოებით 4500 ბავშვისთვის ჩამოყოლდა საფეხბურთო ინვენტარი, ტანსაცმელი და გამარჯვების შეჯიბრებებს მაწყობდა და გამარჯვებული მიყოლდა ტრაპეზონში. მე რაღაც შეიცვალა ჩვენ და მაშინ ცხონებული ნოდარ ახალგაზრდა იყო ფედერაციის თავმჯდომარე და მე მაქსიმალურ ყურადღებას ვახსენებთ ამ თემას. მე შეიცვალა რაღაც დამოკიდებულება არ ვიცი რის გამო და მე რაღაც შევეშვით ამ თემას. მართალი გითხრათ, დიდი ინტერესი და სინანული არასდროს არ გამოუთქვამს, რომ ფოტოჟურნალის ერთი წელიწადია თქვენგან ეს კითხვას არ დაუსვამს არავის. აი ეს არის ის შესაძლებელი ქვემოქმედა ეს ქვემოქმედა არ იყო, ეს იყო ჩვენი პროგრამა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების, ეს იყო Coca-Cola-ს პროგრამა, რომელიც გადმოვიდეთ ნიგერიიდან. ნიგერიაში ჩადო Coca-Cola-ს ესეთი პროგრამა, ბავშვთა განვითარების პროგრამა, სადაც არ იყო მარტო ფეხბურთი, ეს იყო საჯების მომზადება, მედპერსონალის მომზადება და მწვრთნელების და დიდი პროგრამა იყო თან, რომელიც იყო დაახლოებით 12 წლიანი და ეს ეტაპობრივად უნდა გავრცელებულიყო და გაგზავნილიყო და ეს ჩაიშალა ეს პროგრამა, არ ვიცი. შევთა ბევრი რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდით მაგალითად. ვერ ვთანხმდებოდი, ვერ დავუშვი მაგალითად ვერაფრით, რომ ტრაპეზონში ესეთ ფეხბურთელი წავიყვანეთ, ეხლა დიგეთში რომ ყორღალიძე. და თურქეთში აჩვენეს ამ ტრაპეზონში ამის გატანილი გოლი თურქეთის ტელევიზიაში ჩვენებდა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ულამაზესი გოლი შეავდა და მოუგეს თავზე დიდ გოლი ესენი 12 წლის ბავშვები იყვნენ, მოუგეს 16 წლიანი 14 წლიანი უკაცრავად 14 წლის ასაკის ბავშვი ულამაზესი გოლი შეავდა. და მეც ერთხელ ვერ ვაჩვენეთ ტელევიზიაში, რომ ჩვენთან რო ესეჩვენებოდათ. ყველა გოლის ჩვენებაზე იტყოდნენ ფულს. უნებრივია, მაგრამ არსებობს მეორე მომენტი, როდესაც მე რაღაცას ვაკეთებ, თქვა ბავშვთა ფეხბურთისთვის, ტელევიზიას მოგაგეთ რაღაცა. პრინციპში ვიცახე, ხო? ახალი საჩვენებს ერთად. მაგრამ ეს არ იყო, ძირითადი მიზეზი იყო არაორგანიზებულება შემდეგ და წელს ვიწყებთ ახლა აპრილის ბოლოს ვიწყებთ საქართველოს პირველობას ძალიან საინტერესო ტურნირს ვაწყობთ. ახლა მთელი პროგრამა მთელი ჩამოტანილი აპრილის ბოლოს დავიწყებთ აი სათავე. ეს Coca-Cola-ს ეგიდით. დიახ. და ესეთი კითხვა ბატონო, როგორც ვიცი, გარკვეული კომპანიები, ასე ვთქვათ, იგივე მაგთი შევიდა ისეთ ზონებში, რომელსაც კონფლიქტის ზონა ქვია, იგივე ცხინვალის ხელოვნებაში. თქვენი პროდუქცია თუ შედის აი ესეთ ზონებში, ტერიტორიებში, სადაც საქართველოს ცხინვალში შედის, ჩვენ ცხინვალში ვინ წარმოადგენელს ყავს. იქაც ხო არა დაგეგმილი იგივე მაკდონალდსის რესტორანი. არა, ცხინვალში ჯერ მგონი ხალისკინები უნდა გავაკეთოთ, ჯერ ადრია. არა, ცხინვალში არა ჯერ. ცხინვალში ყავს აფხაზეთშიც შედის ზუგდიდიდან, ჩვენ ძირითადად იქ წარმოადგენელი არ ყავს, მაგრამ ვიცით რომ მიდის იქაც. ქართული კოლა. დიახ. და კიდევ ერთი ესეთი კითხვა, ისე ბოლოს რაღაც 5-10 წუთი რჩება ეთერში. და ბოლოს ისე პოლიტიკა ვექტორი წერან ვახსენე და თქვენ ეს ჯერ ფიქრობთ ამ თემაზე, მაგრამ საით იქნება მაინც Coca-Cola-ს ფინანსები, რომელი ჯგუფის, ასე ვთქვათ, დაფინანსებისკენ წავა. ხო არ იქნება ეს თქვათ რა? ავტოჯური ბენადის მოქალაქე. ერთი ვიცოდე. მაგრამ თქვენ ახლა აი პრინციპში ესეთი კითხვაც იბადება. თქვენ ვთქვათ ეს თქვენი რაღაც მხარდაჭერა გაუშვათ ოპოზიციური პარტიების მიმართ, შეურიგებელი პარტიების მიმართ ხელისუფლებას. შეურიგებელი რომელი? ნუ არის ესეთი ძალები, თუნდაც ციკლები კომუნისტები. არა, კომუნისტებს ვერ დაეხმარება. გასაგებია, რომ ვერ დაეხმარება. მაგრამ ვერ ეხმარება. თუნდაც აი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები და სხვადასხვა. ახლა მე არ ავთვლი ახლა. დღევანდელ ოპოზიციას, გინდა ნაციონალებს, გინდა დემოკრატებს, ახლებს, რა ვიცი, მე არ ავთვლი ახლა რადიკალურ ოპოზიციონერებს ახლა, მაგრამ მე ვთვლი რომ მაგალითად რა ვკითხო, თუ თქვენ მათ დაეხმარებით არ შეგექმნებათ პრობლემები თქვა თქვენი ბიზნესი. მე არ ხელისუფლების არ შეგექმნება. ჩემი ბიზნესის პრობლემა შემექმნება ხუთი მოსახლეობა იტყვის ჩვენზე უარს. პოლიტიკოსების უარის თქმა ჩვენ ბიზნესს ვერ ავნებს, გამორიცხული. ახლა თორე გამორიცხულს არის ტრანსნაციონალური კომპანიებია, ჩვენ ესე იოლებთ ჩვენ დამარცხება არ შეიძლება. ეს არ არის ბიზნესი, რომელსაც ესე შეიძლება მიხვდეთ დახურო და რაღაცა. არა, ლობირებენ თქვა იგი გამორიცხული, რა თქმა უნდა. ესე იგი ჩათვალეთ, რომ ჩვენი ბიზნესის დარტყმა შესაძლებელია
მივიდოს უმაღლეს ამერიკის მმართველობის უმაღლეს ეშელონში პრეზიდენტის ჩათვლით. ეს იოლი არ არის. ასე და კიდევ ერთი კითხვა ვისაგებთ შემთხვევით 2 წუთი გვაქვს ბევრი მithomotma გაისმის იმის შესახებ რომ Coca-Cola თვითონ თავის შემადგენლობით ქიმიურია და თქვათ მისი დალევა ადამიანის ჯანმრთელობას ნებს და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი რეალიზაცია აქვს ამ სასმელს. რა არის? ახლა თქვენ ვიცით რომ კომერციულ საიდუმლოებას ამერიკაში ჩვენ ბაზრის წილი, საქართველოს ბაზრის წილი ჩვენი თელ საქართველოში არის 77%. დანარჩენი არის თქვენად ჩამოთვალეთ ახლა სასმელები. მაგას დავიდამოვნებთ. სასმელი არის 100 წელია ბაზარზე, 100 წელი. დღეში Coca-Cola-ს 1 მილიარდი კაცი. ეს სტატისტიკურ მონაცემებით. მაგალითად, კლინტონი ჩავიდა ირლანდიაში ამასთანავე, სანამ პრეზიდენტი იყო და Coca-Cola-ს ზუსტად იგივე კითხვა დაუსვეს რაღაცა და ჩიქით კი არ მოითხოვა, ბოთლის დალია Coca-Cola გაჩვენებინა ხალხს თუ ეს ასაც საუბრობენ. სხვათა შორის ქიმიურობა სასმელის ცოტა დრო ნაგრები გვაქვს. ყველა სასმელი რაღაც ქიმიურ შემოგვიყვება. საჭმელი ზეგრია და კარაკი მაგალითად ეგრეა და ქიმიური სასმელია ვინოც, იმიტომ რომ პროცესი დუგერის პროცესი მიდის და მაჭარი თბილი რო იყო, გადაიქრა სპირტიანად, რა ვქნათ, არ არის ქიმიური. კიდევ ერთ მაყურებელს მოვსვენ, ბატონო, ბოლოს არის ჩვენთან ეთერში, გისმენთ. როგორც მაინც გაითიშა და ბოლო კითხვა. მე ბევრმა ადამიანმა მოხმარებელმა Coca-Cola-ს ერთ თვისება ის აღმოაჩინა, რაღაც მათეთრებლად იყენებენ თუ არ ვცდები, ვანებს და იმებს ათეთრებენ. ესეთი რა. შესაძლოა თუ ხსენიათ. ნიშა ადამიანი თუ თავის თავს უფლებას აძლევს და მოიყარა რა ვიცი ახლა. მე კითხავს ვერ პასუხობ. ხო, ზოგადად თქვა ძალიან კარგი საშუალება. საშუალების. თუ მაგალითად მიაგრო მარტო იმ მაგაზე. რა ვიცი უამრავი რეგლამენტი მინისტრიაში საშუალების წალეგას საშუალებას ეგ მიაგრო თან 200 გრამი ამბოჩი. ასე. ამდენად კეთობას და McDonald's-ის ასე ვთქვათ, McDonald's-ის ქსელის რესტორნებისთვის არის კარტოფილი ფრი, რომელსაც იღებენ. ეს საქართველოში წარმოება თუ თურქეთიდან შემოდის? ეს შემოდის გერმანიიდან. გერმანია. და თუ ჩვენი პროგრამა სახელმწიფო შევეწყობს ხელს, ჩვენი პროგრამა მეურნეობის შექმნას. არის ესეთი პროგრამა იწოდეთ, რომ საქართველოში უნდა იყოს ამიერკავკასიის და ცენტრალური აზიისათვის კარტოფილის და ხორცის გადამუშავებელი მრეწველობა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სახელმწიფო მიიღებს ამას პროგრამად და ხელშევიწვევს ამ შენებლობაში. იგივე ვთქვათ, ეხლა მაგალითად რატო არ შენდება გორში McDonald's, რომელიც მეცნიერად ადგილობრივ ბიუჯეტში სერიოზულ როლს ითამაშებდა, მეცნიერად თამაში. იმიტომ რომ თბილისში ვერ დავამთავრეთ პროგრამა. თბილისში რომ დავამთავრეთ ამ პროგრამას, მე გადავდივარ რეგიონში, ეს წესია ჩვენი, ესეთი ეს პროგრამა დამუშავებული. ამიტომ არის ეს რომ უბრუნდები იმ თემას რომ სახელმწიფო ყველა ბიზნეს პროგრამას სხვანაირად უნდა განიხილოს. არ უნდა განიხილოს როგორც პიროვნების ხელშეწყობა, არა სახელმწიფოს ხელშეწყობა. მაშინ იქნება სახელმწიფო სხვანაირად მოწყობილი. დიდი მადლობა თემო. მადლობა. ჩაქრათ ჩვენთან ტელევიზიაში ვისდენი, როგორც ჩვენ ძალიან ცუდ რეჟიმში მუშაობს ჩვენი ენერგოსისტემა. დიდი მადლობა მაყურებელს. მე შეგახსენებთ რომ ეთერში იყო გადაცემა რეგიონის სტუმარი. თქვენ შეგიძლიათ ხო, თქვენ შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ვიყუროთ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათზე ეთერში. დღეს კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდი მადლობა ვინც დაარეკეთ. მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად. Político.